მოკლედ ეხა საიდან დავიწყო ლაპარაკი არ ვიცი. ეს არის ილია თოფურია თეთრი სახლის ივენთის შემდგომ. ცხოვრებაში ყველაფრის წარმოდგენა შემეძლო. ყველაფრის აბსოლუტურად. მაგრამ მე ვერ წარმოვიდგენდი, რომ ილია თოფურიას 4 რაუნდი ვინმე ასე სცემდა დედამიწის ზურგზე. ეგ ერთი. მე არ მჯერა, პირდაპირ ვამბობ, აი ყოველგვარი შესაძლოა თელი ღამე მაქვს ნათევი ხალხო. არ მიძინია, ეხ არის 12 საათი უკვე. მე არ მჯერა, რომ ეს ბრძოლა იყო სამართლიანი. მე არ მჯერა იმის, რომ ჯასტინ გეიჯიმ ილია თოფურიას მოუგო ბრძოლა სუფთად. მე არ მჯერა კიდევ იმის, რომ თეთრი სახლის მეგა ივენთი ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღესთან მიძღვნილი 250 წლის თავი რომ მან ამერიკელს ვინმე წააგებინებდა. მე არ მჯერა ამ ყველაფრის ხალხო. აი ხო ხედოთ შესავალი არ გავაკეთე, რავი, ეხლა მოგესალმებით. რავი, შეიძლება სალამიც გამობრჩე, იმიტომ რომ ძალიან გაბრაზებული ვარ. იმიტომ რომ ჩემთვის ყველაზე ძვირფასი სპორტსმენი დამარცხდა ამ სპორტში, რომელიც ჩემთვის არის აბსურდი თავიდან ბოლომდე. მოდი ეხლა დავიწყებ თავიდან საუბარს. თავიდან რომ გავუყვეთ ამ ყველაფერს. გავუყვეთ ეტაპობრივად სურათებსაც განახებთ, არგუმენტებსაც, შემოსაზრებებსაც, ბევრი რაღაც მაქვს. ჯასტინ გეიჯი ადამიანი რომელიც პედი პიბლენ ძლივს მოუგო ბრძოლა, ჰოლოვეიმ გათიშა ილია თოფურიას სცემს ასე? მე მჯერა რომ იყო დოპინგი. მე მჯერა რომ ილია თოფურიას წააგებინეს ეს ბრძოლა. აი ხალხო, ერთი მარტივი კითხვა მაქვს, ნებისმიერ სხვა არენაზე ჩატარებული იყო ეს ბრძოლა. აი ნებისმიერ სხვა არენაზე. აი რა გინდა რა ვიცი, აი ადგილია არჩიოს აი ჯასტინ გეიჯიმ ნებისმიერი ადგილი და შებრძოლებოდა იქ და იქაც თუ თოფურია წააგებდა ამ ბრძოლას, აი ორივე ხელს აუწევდი და მე ხმას აღარ მოვიღებდი ცხოვრებაში. ხალხო, ეს იყო, აი მოდი ეხა გადავიდეთ რა განახოთ რა. ნუ ეხა კუშნერი რო ესწრებოდა და კუშნერი რო ოქტაგონზე გაიჩიტა, ამ აქამდეც მე მივალ, ტრამპის სიძე და მთელი სქემები, მივალ აქამდე, ყველაფერს შევეხები. ხო, ნუ აი ესეთი ნაცემი ილია ეხა ჩემ. და აი დონალდ ტრამპი ილია თოფურიას ბრძოლას ესწრება. ხო, ნუ თეთრი სახლის ეზოში, თელი შოუები, ფეივერკები, მარკეტინგი, 250 წლის თავი რომელიც არის მიძღვნილი ამ ყველაფერთან, რაღაცა სიგიჟეები ხდება და ამ ბრძოლას ილია თოფურია აგებს და თქვენ აბა წარმოიდგინეთ ერთი რამე ხალხო, აი ხა გეტყვი და იმ ყველაფერს. ხო, ბოდიში 2 წამი დაპაუზება მომიწია. არ ვიცი რა თემაზე ვსაუბრობდი, მაგრამ ეხლავე გავაგრძელებ და ამ ფლოუს ავყვები. ანუ ხალხო, ჩემთვის წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების ისტორიაში ამ ღონისძიებაზე ვინმეს, ანუ ამერიკელს მთავარი მეინ ივენთი ეს ბრძოლა წაეგო. აი მიდი და დამაჯერეთ. ისლამ ახაჩევი რო ყოფილიყოს, ვიტყოდი რომ ოკეი. ხო? და მგონი ეს სენსაცია არ იქნებოდა და მგონი აქ რაღაცა ლოგიკას მახაჩევი რო ყოფილიყო. რავი, ხაბიბი რო პრაიმში ყოფილიყო და ხაბიბი კიდე ვიფიქრებდი ბაზარია რა, ოკეი. გეიჯი ბიჭოს სცემს ილია თოფურიას. ცემს, ანუ ხო არის რომ შეიძლება ტრავმი დაასრულო, ტექნიკური ნოკაუტი აიღო, რაღაცა, ხო? ანუ ხალხო როგორ გინდა დამაჯეროთ რომ გეიჯიმ 3 რაუნდი სცემა. და გეიჯი იყო სუფთა. დოპინგ კონტროლი ვინმე გაატარა? ან საერთოდ ჩემი აზრით ილიას კუთხემ უნდა მოითხოვოს. ილიას კუთხემ უეჭველი უნდა მოითხოვოს, რომ დოპინგ კონტროლი და ნუ ეხა არ ვიცი თუ ჩაწყობილი ამა და სქემები როგორ მოწყობილი მაგასაც გააყაბებენ, ეგ პრობლემა მაგათთვის არ იქნება, მაგრამ ან ჩემთვის არის სრული აბსურდი ხალხო რაც ვნახე რა. მთელი ამერიკული ელიტა ესწრება, მთელი ისტორიის ქრონომეტრაჟი აქვს გადმოტანილი სცენაზე, თეთრი სახლის ეზოში, ნაღები საზოგადოება, კუშნერები, მუშნერები, რავი, აი მთელი. სადა აი ესეთ სცენას ხედავთ ხალხო იქ. აი, ჩემთვის როგორი აბსურდია ეს ყველაფერი ხალხო, იცი და აი ეს არის განსაკუთრებული მომენტი რა, რაც დავიჭირე და პირდაპირ სკრინი გადავუღე ეგრევე. ეს არის ჯარედ კუშნერი, ტრამპის სიძე, რომელიც გახარებული და აღტკინებული გამოდის
ოქტაგონზე გამარჯვების შემდგომ, სადაც შესულა ამერიკის სიმნი, ტრამპი ავიდა სცენაზე, ამერიკამ გაიმარჯვა, ერთი ჩენდლერიაც ემინეს, რომ მაგასაც ეხა ვეღარ გაიდიდნენ ალბათ, იმიტომ რომ იმდენად ფარჩაკია, რომ მაგას ვეღარ მოაგებინენ, ომალი მოიგო, იმან მოიგო, ამერიკელებმა მოიგო, საბოლოო მეინ ივენთი, როგორც ამერიკის მთავარი ღირსშესანიშნაობა, როგორც მარკეტინგის მეფეები, რეკლამის მთავარი შეფო და უცებ ილია თოფურია ვარდება და რას ხედავთ ეხა, ხო? არ ვიცი ძმაო, სუპერმენის ზალა უნდა კონდეს ადამიანს, ჯერ ყველაფერს რო გაუძლო და აბსოლუტურად სხვა ადამიანს ხედავ ოქტაგონზე. სხვა, ანუ განსხვავებული ფიგურა. არანაირი კომბინაციები, დარტყმები, გაბრუება, ანუ აი რაღაც საშინელებები ვნახე. ესეთი რაღაცის ეხა არ ვიცი, შეიძლება მევცდები ძმაო, შეიძლება მევცდები, შეიძლება ილიამ ეს ბრძოლა წააგო. ეხა ბევრი თეორიები მხდება უკვე აქაც, რომ ბრძოლა გაიყიდა. რავი გადახდილია 200 მილიონი, არ ვიცი ხა, მაგებს მე ვაჟღერებ ჩემს მოსაზრებებს ხა, აი აქ რა არის ხა, რა როგორ ხა, ხო, ღმერთმა უწყის, რა როგორ მოხდა, მაგრამ აი ჩემთვის მაო, აი როგორც ილია თოფურიას გულშემატკივრისთვის და არაერთხელ მithქვავს, ეგ რომ ჩემთვის არის ნომერ პირველი ფიგურა საერთოდ სპორტში და არა მარტო სპორტში, არამედ სამოტივაციოდ ყველანაირად, რომ ამ დონის მებრძოლს მე ვხედავ ამ მდგომარეობაში, აი ხალხო რა საიჭმო გარემოება, ხო? ვინ, სად, ხო უნდა კითხვა დასვა თეთრი სახლი ღონისძიება, ეს უდიდესი მოვლენა სპორტის ისტორიაში, ხო? რომ ამერიკამ უნდა გაიმარჯვოს ყველგან აბსოლუტურად და KG რაღაცა გამოდის სუპერმენის ზალებით. ილია თოფურია სემს, იღებს კამარს და ვითომს არაფერი, იმას რა ქვია, აგერც მაო, იმას რა ქვია, საკუთარ ძმას ალექსანდრეს გაყავს ბორძიკით თოფურია თეთრი სახლის ეზოდან. და ეს თქვენ გინდა დამაჯეროთ, რომ ეს არის რავი ჩვეულებრივი მოვლენა? ან დავიჯერო ესეთი უხერხული მეტოქია და უბრალოდ ცემა და წააგო? აი მეც მაო სხვა არაფერ თეორიებს აღარ მიუყვები ხა კუშნერები ისენი ესენი ჰაი-ჰუი. აი ნებისმიერ სხვა ადგილზე ყოფილიყო ეს ჯგუფი, ყოფილიყო. აი ნებისმიერ ბერლინში ყოფილიყო, პარიზში, მადრიდში, საქართველოში, სამხრეთ აფრიკაში, ტეხასში, ლას-ვეგასში. იმენა თეთრი სახლის ეზოში და ამერიკის იმაში, რომ ამერიკა იგებს ამდენ რამეს, ეს თუ ძმაო ესეთი მაგრები ეგენი არიან, ავი ძმაო მეორივე ხელი ამიწევია, მაშინ რავი გეიჯის მიულოცავ, არ ვიცი ძმაო, აი მე იმდენად ახლა შოკირებული ვარ და იმდენად ვარ, ესე ვთქვათ, თან თელი ღამე არ მიძინია, მართლა ვნერვიულობდი, ანუ ძალიან მნიშვნელოვანი ბრძოლა იყო ზოგადად საქართველოსთვის და ეხა ყველა გულშემატკივრობთ, ხო ვიცი ეხა იოსის უყურებს ყველა აბსოლუტურად. შოკირებული ვარ აბსოლუტურად რა. ბევრი გამომწერი მწერდა კიდევაც იქ ინსტაგრამზე იქ იმაზე, რომ აი გააკეთე შენი კომენტარი, რა თქმა უნდა გავაკეთებ კი არა, 100%-ით გავაკეთებდი ამას. მე არ მჯერა ხალხს, რომ ეს ბრძოლა იყო სუფთა. მე მჯერა, რომ მინიმუმ დოპინგი გაკეთებულია. ან რავი, შეიძლება რავი, ვაზელინი წაუსვეს სახეზე თუ რავი, დამაშტერებელი სითხე, მე არ ვიცი. ან რა დაალევინეს, მე ხო არ ვიცი ძმაო, ხა შიგნით რა მე არც არავის ვაბრალებ, არც ვადასტურებ, არც ვუვარყო, მე ჩემ მოსაზრებებს გამოვთქო. რომ ეს ბრძოლა უნდა მოიგო ამერიკას. აი ეს იყო გაწერილი, რა ვიცი ხა, რა იმას დააბრალეთ, ამას დააბრალეთ, მე მიჯერა ამის რომ შეკვეთა და დავალება იყო რომ ეს ბრძოლა უნდა მოიგო ამერიკას. და მოიგო კიდევაც ამერიკამ. საკუთარ სახლში, საკუთარ კედლებში, საკუთარ ამფითეატრში. კაც შოუ ძალიან მაგარი იყო, ეხა დადგმა, პერფორმანსი და ამერიკელებს რომ მაგაში ბადალი ერყავთ, ეგ ცხადია, ხო? მარკეტინგში. მაგრამ უბრალოდ ეს რა მანახეს, უბრალოდ ის ტოტალური აბსურდია ძმაო, მეტი არაფერი, რავი, ეს თქვენ გჯერათ რომ ეს იყოს ესეთი სუფთა, რავი, ხელები ამიწევია, ყველანაირად ხელები ამიწევია. ხო, აი ესეთ მდგომარეობაში ილია სახე. თვალები ვერ იხედება, ეს იყო მესამე რაუნდში. რომ რამის ბრძოლა შეაწყვეტინეს, ნუ მეოთხეს ბოლოს უკვე მივხვდი რომ ან KO-ი დაასრულებდა, ან კიდე უეჭველი გაუჩერებდნენ ტექნიკური ნოკაუტით, ბრძოლის გაგრძელებას ვერ შეეძლებდა, იქ უეჭველი შემოვიდა და არ ვიცი. რავი ძმაო, თქვენ თუ გააქვთ აი რამე განსხვავებული მოსაზრება, თქვენ თუ გააქვთ ისეთი რაც მე არ ვიცი, თქვენ თუ გააქვთ რამე ისეთი მასალა, ან რამე დაწერეთ კომენტარებში, თქვენი მოსაზრებები გააქვთ. მე კიდევ ერთხელ ვმოռებ, ეს არ არის 100%-იანი მე რასაც საუბრობ, ეს არის აბსოლუტურად ჩემი მოსაზრებები. აბსოლუტურად ჩემი გაბრაზებული აზრები და ძალიან ბევრი ფაქტობრივი მოცემულობა დეტერმინირებული, რომელიც დომინოს ეფექტით გადაყვა ამ ყველაფერს. ამერიკული ივენთი, ამერიკული ღონისძიება, მეინ კარდი ამერიკა, მეინ კარდი ისა, ყველაზე ძლიერი მებრძოლი შეყავთ ილია თოფურია და ის ჰოპ და აგებს ამ ბრძოლას.
ერთადერთი იყო ჩენდლერი ამერიკელი, ვინც წააგო ეს ბრძოლა. ეგეც ვეღარ მოაგებინებენ და ტიპი არის 0 IQ საერთოდ. არ ვიცი, მე ჩემი აზრი ვთქვი. გაფიცხული ვარ, ცოტა არეულდარეული ვარ თავიდან ბოლომდე და მთელი ღამე მაქვს ნათები, გრამი არ მიძინი, ამიტომ მაპატიეთ, მიირჩევნო და აი ამ ემოციებს ჩამეწერა ვიდეო და დამეძინა და მე გამიღვიცა და სხვა რაღაცები მეთქვა. ამიტომ ბუნებრივი ვარ აბსოლუტურად, ჩემი აზრია და რავი, თქვენ თუ რამე სხვას ფიქრობთ, დაწერეთ და ზმაო დაბლა კომენტარებში და დიდი სიამოვნებით მოგისმენთ. დროებით.